რასაკეთებდე? მამას არაფერს ეთქვი, ხო? კაი, მომეეს და დაიცინე ახლა. ძალიან მაგარი მასალა. ბავშვი ძალიან მაგარია. Good job, Bruno. It's სამთავის საქმე. We need more close-ups. Please, Bruno, keep it in mind. ბოდიშის მოხდით ბატონო რეჟისორი, მაგრამ არ გეჩვენება, რომ სხვილი კადრები აკლია მასალას. გითხრა რა აკლია მასალას? ხატვის გემოვნება. მოიცა დამელოდე ერთი წუთი. ინტერიერი მოგეწონა, გინდა თქვა? რა ჭირს ინტერიერს? ბატონო, დაანებე რა ამ კაცს თავი. მშვენიერი მხატვარია, პროფესიონალი, ვირივით მუშაობს. რა გინდა რა არ მოწონს? მშვენიერი ამიტომ შენ მოიყვანე. ბატონო, არ მიყვარს მე ექტონი. მე ჯერ უშენოდ პროექტში არასოდეს არავინ არ მომიყვანია. და საერთოდ მადლობა თქვი, რომ ეკაცი შენისთანაც უძლებს. ყველა შენს კაპრისულ სიტყვას ასრულებს და ვინმე ან რამე თუ არ მოგწონს, მოდი კარგად იყავი რა. არც ერთ მსახიობზე არ გითხარი უარი. ეს იტალიელი ოპერატორი გინდოდა კი ბატონო ჩამოგიყვანე. ფილმის ფირზე გადაღება გინდოდა ეგეც გაგიკეთე. შენ ვიცი რა ჩდება ეს ყველაფერი? გაინტერესებს თუ ფეხებზე კიდია? რა თქმა უნდა, ჟანა ყველაფერს გააკეთებს. კასტინგ დირექტორი აპირებდა პროექტიდან წასვლას. ფეხვეწე ვემუდარე რა მის მუხლებზე დაუჩოქე. რა მჭირს მაგას და მუხლებზე დასაჩუქებელი? რატო აპირებდა წასვლას? იმიტომ რომ აუტანელი ხარ, ბატონო. კაი, მე გიჩნობ ვინც ხარ. ეს ქალი პირველად გხედავს, გაგიჟდა, ვერაფრით ორ ვასიამოვნეო. ეხლა ეს მხატვარი ამოიჩემე, რა გინდა გამაგებინე? მე წინასწარ გეუნები. ამ სცენას თავიდან ვერ გადავიღებთ. ამის არც დროა, არც ფული. და რომც იყოს დრო და ფული, მე მაინც არ გადაგაღებინებ. იმიტომ რომ შვენიერია, შვენიერი მასალაა. შვენიერია. მოდუნდი რა ცოტა. ვირთხა. რა იყო რუსო? რაც მხავეთ გავაკეთე და ჩვენება მინდოდა. კაი, შედი და მოვალე ხლავე.
როგორ შემაშინა. აკი გასაღები დაუკარგეო. სიგარეტს საძინებელში როდიდან ეწერა? თუ სტუმარი ყავ დავიდე. გასერეცხია გვაშლი. მგენატრა? სამსახურში რატო არ ხარ? გავრბი ვარ ახლა. დაილია ჭიქა ამ ოჯახში. შენ შულს კორეა აქვს ამოჩემებული. ბატონო? სეულში უნდა წავიდე. შენთვის არ უთქვამს? დედა შენს ველაპარაკე და იმა რა თქმა უნდა მხარი აუბა. მოშორდა საქაურობას. კორეაში რა უნდა გამაგებინე ბატო? არ გინდა დაელაპარაკო? საერთოდ ბოლოს როდის ნახე შენი შვილი? დაველაპარაკე ხო? ამ შვილში. რა გინდა ბატო? რატომ მოხვედი აქ? თაგუმად ხარად ხარო ხო გაგიგია? ჩვენ მინდა ხედვა, უნდა სულთვა, ხორებო ძაღლებო მოისმოთულა, აღარა საი, აღარა სველი, ისტორია ქართველიერი, ისტორია ქართველიერი, ისტორია ქართველიერი. ის მოგებას, სიმწვანეს აქვს, სადაც გულებზე მასმოგებას, ქალაქი ტირი, დება და დება, ძნებოდა დებო, ვიმწოლო ყველა, ძნებოდა დებო, ვიმწოლო ყველა, ძნებოდა დებო, ვიმწოლო ყველა. ბატონო, გამარჯობათ, ორი სიტყვა თუ შეიძლება რა მოგიყვანათ ამ აქციაზე? მიჩნორილია ქართველიერი, მიჩნორილია ქართველიერი, მიჩნორილია ქართველიერი, მიჩნორილია ქართველიერი. რაღაცა გაუგებრობაში გავახო. უკაცრავად.
წყაროს ინფორმაციით დეპუტატ რაულ დვალი დაინტერესებულია ფიროსმანის ჩვენ გვაჩვენებენ სავაჭრო ცენტრი. რასაც უკვე რამდენიმე თვეა პროტესტებენ ახალგაზრდების ჯგუფი. ჩვენ არაერთხელ არაერთ გადაცემაში ვისაუბრია რაულ დვალის კავშირებზე დეველოპერულ კომპანიასთან. ბატონო რაულ, შეგიძლიათ გითხრათ რა კავშირი გაქვთ კომპანია მარკ დეველოპერთან? არავითარი. ამიტომ ვიცნობ. მას თქვენ ლობირებთ. ზღაპრები და ჭორებია. აიდან ის რა კონტებს? დედასთან იყო ბიბიკონში. ყოველივით. ვატუ სახში ხარ თუ მეთქი გადაღება გაქვს ბიჭო. ნახე რა დავითრიე. მესეშმიტის პროპელერია ბიჭო გერმანელების. ფაშისტები რო დაფრინდნენ. აქ მივაყუდო ხო შეგიშიქს ხას. არანაირად. ნა გავითი ხა ვატუში. ფოტოშოპ მეგოდება მანქანაში. და მოგვიანებით შემოგივდი რა. хорошо. ბიჭო რა ვიფიქრე ისი? ჩულანს გაგი თავისუფლებს. და იქ შეალაგე შენი დასაწყისი როცა ბომჟები თუ არ იქნება მე ამხელა რეჟისორი კაცი რა. ვა, ეს რა მაგარი ნაშაა. შენი გადაღებულია? ბავშვის მეგობარი. ვა, მაგარი გოგო კი აწმო. წავედი, დავაი. Grazie microfono. და ჩემთან ავდივარ. ბავშვები რა შობია? კარგი ერთი ორ საათში მოვიწყო. საათში მომაკეთე. დედა! დედა! ამორჩა. გევასება თინა? რა? რაგენთა ბიჭო თინასთან ახლოს გაკარებული რომ დაგინახო თავს მოგაჭა ეს ვიშენი ადი
ჩაეძინა ამას. ჩემთან არ შეცინდეს. თაფლი არ გვაქვს. არა. თაფზე ზრუნავდა მამაშენი. მანამ კარგი ბიჭი იყო. მანამ სარდაფში ჩასახლდებოდა ვერთხასავით. მისმინე. ჩახვალ მამაშენთან და ეწყო რომ გაყვეს სკოლაში, გასაგებია? მე არ მცალია. ორშაბათსაც ეგ წამოვაკრებაზე. არსად გაექცევა ეს თავისი არქეოლოგია. და ნუ მიყურებ ესე. ყველაფერი შენიბრალია. შენიბრალია რომ სარდაფში ცხოვრობს. ახლა გაეთრიე მამაშენ და სწრაფად. კაც გადაღებულია. გასაგებია. ვირფაზე ყოლებებო. ყველანი ჩავდია. ბატო, ისმინე. როგორი იყო? ხო არ კარგი წერვა. მომისმინე, უფრო მეტი შემიძლია თუ გინდა. ბატონო. თუბს რომელს ვიღებთ? რა? თუბს რომელს ვიღებთ? პირველს. ბატონ, ჯესიკები მოგიგრავენ. შეხედე რა გოგოშკები არიან. ნახე? ციცი. კიდე გიმეორე, ჯესიკა არ არის გოგოშკა. მაგ ქალში უნდა ბუდობდეს ეშმა. კაც, რა? ბატო, ყავა. რა ხდება გადაიღეთ? რაცი? სად მიდიხარ შენ ლანჩია მალე? მაღაზიაში გავა. აი ნახე მე რაღაც მაქვს სათქმელი. დეველოპერული კომპანია, თუმცა ამას პოლიტიკოსი უარყოფდა. ჩვენ ხედავს სამმართველოს უფროს მოგესალმებით ბატონ მუნმა, რო გითხრათ, რა ვერსიაზე მუშაობს ამ ეტაპზე გამოძიება. მაგაში არ არის არაფერი გაგიკეთება. არა უშავს. ხელზე რა მოგივიდა? არაფერი, გინდოდა რამე. მოკლედ არ გესიამოვნება, რასაც გეტყვი. სხვა პლანებზე არ დამიწყო. უარესი. მე იტალიელებს ველაპარაკე. მე ფულს ვეღარ მოგცემთო. ფული გვითავდება ბატო. ხელფასებია და სარიგებელი 13 გადასაღები დღე კიდე წინ მაქვს. მე არ ვიცი რა უნდა ვქნა. პოსტზე არაფერს აღარ ვლაპარაკობ.
პაპალარდოს ელაპარაკე? ელაპარაკე პაპალარდოსაც და ლიმიტი ამოიწურავ. ბატონო. უყურეთ ახლა ვერაფერს ვერ გეტყვი. ტვინი მაქვს ისედაც არეული. შენ მიდი გეძახიან. მე ვილაპარაკოთ. ბატონო, სათხარ, ჩვენ მზად ვართ. ტანსაცმელს გირეცხავს ვინმე. ან გივლის ვინმე საერთოდ. იქ სადაც ცხოვრობ, გააქვს სარეცხი მანქანა. მოემზადეთ! მატორ! მამ მამ კათით ბრუნო. გისმენთ? One more take, please. დიახ. მადლობა, დიდი მადლობა. ნახვამდის, ბატო, მოგძანდით. რა მოვიდა? არ ვიცი, ექიმებმა გულიო, არითმიაო, არ ვიცი, ალბათ სტენდის ჩადგმაც დასჭირდებაო. ხა გჯერა რომ დედა შენსაც აქვს გული. ალიკო დაქტოვე გენაცვალე. შემეშინ და შენ წარმოიდგინე. გონე მოვსული ერთი. რა დაგემართა ხელზე? არაფერი. შენ როგორ ხარ? როგორ არის შენი საქმე? საცხოვრ? რა ვიცი, ვიღებთ. მეგობრებთან ჯერჯერობით. მეგობრების გაიჩინე უკვე? იმ დღეს ბიბიკონში ვიყავით. თინას ველაპარაკე. არ მინდა მაგ თემაზე საუბარი. ვიცი რომ არ გინდა. ისე კარგი პოზიცია კი გაქვს შერჩეული. ნაწყენი და გაბუტული ქმრის. მაია. მაგისტვის დამეძახე? რა გინდა? მე მინდა რომ სახლში დაბრუნდე და არის წანწალო კარდაკარ ქუჩის ზაღლებით. მინდა რომ არის ბუტე-ბუტე პატარა ბავშვივით, მინდა რომ ოჯახი ყავდეს და მინდა რომ ჩემ ბიბის მამა ყავდეს გვერდში. აი ეს მინდა მე. და თუ მანდა მაინც წანწალი გადაწყვეტა, მაშინ გაუშვის ქალი, რატომ აწვალე? ნუ გეშინია, არ დაიკარგება. თინა არის ჩემი ცოლი და ბიბის დედა. ახალი ამბავი.
გიყვარს შენ ეგ ქალი? ო, მიყვარს. და არ მევასება, რომ ბიბიკონში მუშაობს, და არც ის არ მევასება, რომ შენი ქმრის ფულების მენეჯერია. ხმას დაუწია ხალხია ირგვლივ. ბიბიკონი თინას არჩევანი იყო, ძალით არ მიუყვანია იქ რამას. არა, მაია, შენ წაიყვანე ჩემი ცოლი და შენ დაანიშნინე რამას მენეჯერად. გენერალურ მენეჯერად 30%-იანი წილით. რა არის ამაში ცუდი? მაია, ჩემო სიხარულო, გამარჯობა. რა დაგემართა? იგოეთი და მოუბრუნდი ახლა. მე როგორც ვხვდები, აღარ გჭირდებით. კაცი ამ ხელა გზიდან მობრუნებულა. ბიბიკონის სარეკლამო რგოლი მოიტანეს, შეხედა? რა საგვიროელია? ამბუთისა და ციტების ზონას აბა ვეღარ ავწდებით. შატემაც მოიწინეს. ჩემ რისკი დავიხმარდი, მაგრამ ვიცი, ვასოძია, ვიცი. ყველაფერს გაგიკეთებ, 2 დღე მაცადე. შენ ისმით ხარი, კიდევ რა გჭირდება? 20 მეტრიანი შლანგები გვინდა რეზინის, 5 ცალი და ურიკა გვინდა გასაბებადში. კარგი, გასაგებია. მოდი შენ ეს ყველაფერი ქაღალდზე ჩამომიწერე და კატოს დავტოვე სამდივნოში. ორშაბათიდან მივხედავ ამ საქმეს. დემალექენი მეჩქარება რა. კი რომ მოვდება კლუბში. მოვდივარ ერთი წამი. ბიბი, იცი რა მინდა გკითხო? ის ჟანაროა, მამა შენის პროდიუსერი. ხო. ეგ შემთხვევით შეყვარებული ხომ არ არის ვატოში. რა შეკითხვა არის ხა ეგ? რატო რა? შარშანას მაგან არ უშველა პოლიციაში. მაშინა ჩხუბის გამო. ახლა რამდენი გადაიხადა? არ ვიცი, მე არ მაინტერესებს მაგაზე ლაპარაკი. მე მაინტერესებს. მაინტერესებს რა ღირს მამა შენი. რას ნიშნავს რა ღირს მამა ჩემი? ხო გითხარი, არ მევასება თქო ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ მითხარი, რა ვერ გაიყავით შენ და ვატომ, გამაგებინე რა. იქნებ იმეგობროთ როგორმე. თუ დაბერდით და ვეღარ ქაჭავთ, ჰა? ბიბი. რა ბიბი? მალექენი მეჩქარება თქო. გამარჯობა. გამარჯობა? თინა ბერიძე. ხო მართალი ვარ? კი. მაგრამ თქვენ აქ ვინ შემოგიშვათ? სამდივნო ცარიელია და კარზე წარწერა დავინახა. უკაცრავად გავკადნიერდი. ვალერი უდუმაძე. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. დარწმუნებული ხართ, რომ ჩემთან გაქვთ საქმე და არა ჩვენი დაცვის უფროსთან? დიახ. სწორედ თქვენთან მინდა გასაუბრება ქალბატონო თინა. არა, ბევრ დროს არ წაგართმევთ. ოღონდ არ ამგონია, რომ მესამე ადამიანი გჭირდებოდეს. ეს ჩემი შვილია. მით უმეტეს. დიდი მანქანაში დამელოდე, კარგი? წადი მანქანაში და მეც ახლა ვემოვა. შეიძლება თქვენი მოწმობა ვნახო? კი, რა თქმა უნდა. აი, ინებეთ. მაიორი. და ჩემთან რა საქმე გაქვთ, ბატონო მაიორო? მოგახსენებთ. მე მაინტერესებს. იცნობდით თუ არა ამ რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულ ვითარებაში დაღუპულ დეპუტატ რაულ დვალს? და ბოლო შეკითხვა.
ჩართულებას დავხართ. თქვენმა მეუღლემ ბატონიანმა შემთხვევით ხარ იცოდა თქვენი დაწყონებული დეპუტატის როგორ გითხათ თქვენი კავშირის შესახებ. კარგად დანებოდი. ნახვამდის. ვატოს რა უნდა ცოდნოდა? რა კავშირზე მელაპარაკებით? საერთოდ რა სისულელით ხართ მოსული თუ ხვდებით? მე არაფერი მაქვს თქვენთან სალაპარაკო. ბიბი ჩაჯექი მანქანაში. მივხვდი. ბიბი კონი. ამ საბოთხეს ამყმაწვილის სახელი ქვია. ელემენტარული. ვინა ეს ბებერი ფრიგი? გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად. ვარ, და ბიჭო. ისი შენიშნული ულ კომიქსებს ხაზავს. მაგარი სასმელ ხოდი ბავშვი. მოვალ. ჩავალ სასმელს დავიწყო. გაგვიხარდა რომ მოხვედით. ელზე რა მოგივიდა? არაფერი. რა კომიქსებს ხატავ? მანგების. ისი რა არის მანგები? იაპონური კომიქსი არა? შეხატავ? თუ აბა, მე და კირა. მაგრამ მე ვასება. გონებას ავარჯიშებს. ძალიან მაგარი. ეგ მე რამდენი ძალიან მაგარია მარტო წაელს. იქნებ რამე ერთზე ჩამოყალიბდა. წამოვიცეპოთ რა. ეს კირასთან დასწრებით ვარ და მის ხო ჭუის სწავლება ისე არა? მე ვასება და ვაკეთებ რა არის მაგარი. აი რო გითხარ რომ ჩამოყალიბდი და მანგების კეთება გადავწყვეტე. მე რაღაც მეთქი რა. აი დამშვიდე რა ხჭირს. მე მშვიდა და ვარ, შენ დამშვიდე. რაზეა ეგ შენი მანგა, ეგ მაინც მითხარ. თინა გამ რას ძველი ხარ ბიჭო? ესე გარეთ ვერ გეპატიჟე წვიმს. ხედავ რო წვიმს. შემოხვალ თუ ფლუტოვის ანთება გინდა რომ დაიმართო.
ფილტოების ანთება მინდა რომ დავიმართო. წვავე. მიდი ჩაიცვი. ეხლა არ დაიწყო ვინ არისო, ჩაიცვი გაცივდები. ესე იგი დაბრუნდი. არც არ საწავსულა. უბრალოდ რომ ჭირდებოდა. რისთვის გჭირდებოდა დრო? რავი, მარტო ცხოვრებას ვარ მიჩვეული. ეგ უკვე მითხარი. კიდე? კიდე ის რომ მიყვარხარ. სველი ხარ და ცივი. ის ჯესიკაა თუ ვიღაც იმის სურათს ხო ჩამოხსნი კედლიდან. თინა आवाज न मालूम है एगारा शनि खाऊंगा मैं कितना आमेल पर है मैं რაზე უნდა გელაპარაკო? მაია იყო ცუდად. გულია. ვიცი, ვიყავი უნივერსიტეტში. რა გინდა ვატო, რატომ მოხვედი? იმიტომ რომ მიყვარხარ. იმიტომ რომ ჩემი შვილის დედა ხარ. წამოდი ბიბიკონიდან რა. და ვიცხოვროთ ერთად მე, შენ და ბიბი. დავაგდება ყველაფერი. გაგეზარდა შვილი. ბიბი უკვე ცალკე ცხოვრობს, ქალი ყავს უკვე. შენი კინო გაქვს. შენი მარტოობა. ვერ ამაქვს სამსახურის გარდა. ბიბიკონი აქ არაფერ შუაშია. მე ჩემი თავისი რეალიზაცია მოვინდომე და შენ ეგ ვერ მაპატი. მე რაღა რამასთან მოინდომე ეგ რეალიზაცია. ჩემ ჯინაზე აკეთე? დვალი შენ მოკალე. არა. ბიბი დაიბიძა. აღარ გჯერა ჩემი.
წადი აქედან. და ნუღარას დროს ნუღა მოხო. კაი. ძალიან გქო. ვა ბელინი მოდი ტატული რავახარ არა მიშა გვერაშვილი რა ვიცი რა როგორ ვიქნებით ამ გაძაღლებულ ქვეყანაში დგავარ და დროს ყავთ რა ჩარტ ერთი ეგ ვიდეო აჩვენებ სოფლიო სატყდება თბილისური ბომი ვიდეო დამიჯდა და ფოტოს გადაგიღებ დავაი ბაზარია რა მაწყობს ბაზარია მიდი ბიბი ადექი აი რა მოდი ბიბი წამო რა არა წამო ბიჭო ვაკაცური ფოტოკარტა ფაქტებს ელავტო ახალთაო არ მევასება რა ჩათვალე რო შენ გვერდში მოდი რა მიდი გაკეთე მოდი ბიჭო ნუი პრანჭები მოდი რა აჭკები გავიკეთო ზორი წამი არ გადაიღო იცი რა მითხარი ხა ესე დავიჭირო თუ ესე დავიჭირო კაია მოდი რა მოდი აგატი ხა იქ ფიმფამფობა მე არ მომასხა რა მოდი დაჯიქი გაიღიმე ბიჭო გაიღიმე ჯიგარი ხარ აი ძმაო კაკრას ტატოს ეცოდინება ეხლა რა ტატო ეხლა ნახე რა ხება რა მე ვამბობ ძმაო რომ უბიცის უბიცა უეჭველი 64-ში ხდება მე ძმაო ესენი კიდე დგანა და იცი ნახა შეხი მე კიდე ვამბობ რა ეგრეა ეხლა რა უქნა რომ კვლელის ყველს რო დაბრიდავ უეჭველი 64-ში ხდება არ არის ეგრე არ ვიცი მე ეგეთი არ გამიგია მაიცა ერთი წამი და ფელინის რო ეთქვა ეგრე არისო ესე იგი ხუთკაც უნდა დაგვეჯერებინა ჩემი ძმა ხარ აი დატო შამა შენსაც ყენად არ ვამბობ მაგრამ რაღაცა ლოგიკა ხო უნდა იდოს იმაში რასაც ამბობ რწმენის ამბებს ლოგიკა არა აჰა ძმა რას ნიშნავს არა აქვს მეც მაგას ვამბობ ძმაო რომ რწმენას ლოგიკა ვაფშე არა ბიჭო აქ წამს და არა აქ წამს მე კიდე ეგრე წამს და ვაფშე რა გამიტრაკე რა საქმე აი ბიჭო აბა ფოტოებს დავბეჭდა და ჩამოგიდა აი ტატული დავაი ძმაო ტატული კაცია გამარჯობა ტატო. ტელეფონი გათიშული აქვს. სავარაუდოდ აუ უკაცრავად შემეშალა თავიდან. გამარჯობა ტატო. ტელეფონი გამორთული აქვს. სავარაუდოდ გათიშულიც. დაგერეკა ერთხელ იქნება დავიხოცეთ ყველა. ვინ ყველა? შემოვიშვებ სახში. Cut. Good job, Bruno. Take a break. Salami. იდიოტი ის ხალხსაც პრებში თავს. მომებით როგორ დადიოდით. რავი მოდაში. მუცუცუნ. არ წუწუნი პროსტა გეუნი. ის ხალი. გიათ კოდეიშენს თამაშობს. მაკა. რა ვინც არის? ხო დაახლოებით. რა იყო რა? არ მივასება. რატო? ოჯახის ამბები თელსოფლიოს რო არ მოსდო, ისევე რა? ჰა? ოჯანო.
კარგი. ყველანი ავდივართ იმპერიაში, მეიას და კათოლიკს. მართლა შემა როგორ არსებობ ასე დადო? შვენივრად. დამლაგებელს გამოგიგზავნი კვირაში ერთხელ ივლის და მოგიწესრიგებს საქაურობას. საჭმელსაც მოგიმზადებს და 1-2 დღის სამყოფსაც დაგიტოვებს. გესმის დადო? მაგაზე ერთხელ ხო ვილაპარაკეთ. ერთხელს ვილაპარაკეთ და ასჯერაც. შენი გადაღებულია? სექსუალურია. თქვი რის თქმაც გინდა. ესე უბრალოდ არ მოხვიდოდი. მართალია რომ მენაგვეთ მუშაობ? აუ, მოგისისინეს გველებმა ენები. მენაგვეთ მუშაობ ოქროს უბანში. რეზობროებთან ერთად ყოველდღიურად დილის 5-დან 12-მდე. გინდა გაჩვენო? დაჯექი. რაო, მაინც რას იძახიან? არიქა პატივცემული დეკანიშვილი მენაგვეავა რა. და რა არის იმაში სამარცხვინო, რომ საკუთარი ქალაქი ნაგვისაგან გავწმინდა? ჩემი ერთადერთი შვილი ხარ, დადო. ჩემი ბრალია ყველაფერი. ვიცი რომ ყურადღება დაგაკელი. მაგრამ საშუალება მომეცე ახლა მაინც მოგხედო. რამასთანაც დაალაგდება ყველაფერი, იმგაც უყვარ ხარ თავისებურად. უყვარ ვარ არა? დადო, აღარ ხარ უკვე ისეთი პატარა რომ ტლინკები ხარო. რამდენი რამე გააკეთა რამაზმა შენთვის? ხო, გინდა გითხრა რაც გააკეთა. რა უმატური ხარ. თან ყველაფერს რო იღებ არც კი იმჩნევ, თან ლანძღავ იმ კაცს. თან მეყევარ მუდამ დაზაფრული. შენ დაზაფრული. ვითომ არც კი იცი. რომ დადიხარ ამ კამერით იქეთ-აქეთ და მენაგვეებს რომ იღებ, ვინ გიყიდა ეს კამერა? ან ეს სახლი მარტო მინდა ცხოვრებაო, ვისი ფულით არის ნაყიდი? მე არ დამიწყე ამაზე ლაპარაკი, მეია, შენ მომვარდი აქ შენი სურვილით. ხო და თუ არ გინდა ეხა მოგახსენო, რაც გააკეთეთ შენ და შენმა რამაზმა. რა გავაკეთეთ კი მარა? რა გავაკეთეთ? რა უნდა მომახსენო? ვინ მოგცა ჩემი განჯისუფლება? ვინ დაიამან? შეხედე ამას, შეხედე. შეხედე და მუდამ გახსოვდეს. რაც უქენით მამა ჩემს, შენ და იმ შენმა ნაბიჭვარმა რამაზმა. გაეთრია აქედან. აქ მოსული აღარ არის. ცირა. თუ რა მომწონა, მოავალე. აი. იბი ხო არის სადა? არ ვიცი არ დაგინახია. ბიბი თუ არ ვწდები სახში წავიდა. ჩემი თვალით დავინახე როგორ გადიოდა ეზოდან. იცი
იცით, სულ მაინტერესებდა კინოს როგორ იღებენ. ძალიან საინტერესო პროფესია გაქვთ ბატონოვა. ვაც რა თქვენ მიმზადებით. მე ვალერი უდუმაძე გახლავარ. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო. აქვე ვიჯექი და უთვალთვალებდი თქვენი ჯგუფის საქმიანობას. თურმე დროის უდიდესი ნაწილი მომზადებაში მიდის. უკაცრავად, ცოტა შაქარს დავემატებ. თქვენის ნებართვით. ისე მინდა გითხრათ, ძალიან ლამაზი ვაჟი ყავ. დედამისის ალიკვალია. აი რას ნიშნავს ძლიერი გენები. ბატო, მსახიობს ნახავ? კარგით. დღეს მეც აღარ შეგაწუხებთ. ხედავ რომ დაკავებული ხართ. კარგად ბრძანდებოდ. შენთან იყოვინ? ვინ და ყოფილიყო? თავს მოიშტერებ შენთან იყო მეთქი ვინმე. გამომძიებელი იყო. დვალზე მეკითხებოდა. მე რა უთხრე შენ? რა უნდა მეთქვა, რაც არ ყოფილა? რა არ ყოფილა? არაფერი, ბატო, არაფერი. რა უნდა ყოფილიყო? რა გაინტერესებს? პირდაპირ მკითხე და გიპასუხე. როგორც ხვდები, შენთანაც იყო. შენთან რაღა უნდოდა? ხო იცახი, ჩემი გაკეთებული არ არის. და მე რა უნდა გამაკეთებინა? გინდა თქვა რომ ხუჩა დავბრუნო და დეპუტატებს აივნები და მყრი? გოდღებით მომისმენ. მაიამ და რამესმა არაფერი არ უნდა გაიგო. არც გამომძიებლის ამბავი და საერთოდ არაფერი. და გაფრთხილებ. ბიბიმ არაფერი არ უნდა გაიგოს. არაფერი არ. რა გამომძიებელი ვინდოალი. შენ მიხედე შენ წალკოც, მე მიხედავ ჩემ ჯოჯოხეთს. შეხედე, ერთი წუთით. ჯესიკები მოგიგროვე. ნახე რა გოგოშკები არიან. შეხედე, ხო. ამ კაცს კარგად შეხედე. ეს არის ჯესიკა. არ მაინტერესებს შენი გოგოშკი. გესმის შენ? ბატონო, აი ვალის ნაწილი ბატონო, ბატონო და დანარჩენ ათლავს მე კიდე მოგცემთ ბოდიში.
არ მინდა გათივარი მთლიანად მომიცრო ცოდეთ. რაგჭი შენ მიქცევა? რაც შეეხება კუბოს ვიყავი, რაც გინახავს ვეღარ ნახავში და მოველაპარაკე. კანტორა ეგეთი. კუბო, სუდარა, კატაფალკა. არ დაგაღალატებ კარგს, გავაკეთე. მადლობა. ვატო ჯან? ვერ მიცანი ბიჭო? ჯესიკას მამა ვარ ბიჭო. ბიძა გარე? ბიძა ვარ. ოქსაიდან როგორ? ვატო ჯან. მოდი. Ага. Сначала в Ереване жил, потом в Москве. Там я женился второй раз. Кстати, на тбилисской армянке. 3 детей. Сыновья уже взрослые. Старший в Австрии живет. Вато, ყველგან გეძებ. ნახე ჯესიკები. გამარჯობა. იანა ცოტა ხანი ვერ დავხტოვებ. მეგობარი მესტობა. და ორი სიტყვა რო თქვა საკუთარ სტუდიაში ხო შეიძლება. მოკლედ, მე მგონი ფული ვიშოვე. შაბათს. ვაჟა თაბაგარი გვეპატიჟება თავის აგარაკზე წყნეთში. ხო და იქ გადაწყდება პროექტის ბედი. სულ ეს იყო. ხორცაგართვით დიდი დრო. ჯესიკები ნახე. ჯესიკები? რა ჯესიკები? არაფერი. Ватужан, я дочку хочу забрать. Как забрать? Куда забрать? В Ереван, к себе. Там хочу ее перезахоронить, чтобы на могилу чаще ходить. А то, знаешь, как-то, понимаешь, да? Я очень благодарен тебе. Ватужан, но Джессику я заберу с собой, с твоего разрешения. Чем разрешение радгнет? Джессика, чем не сисхлива хорци? Я о том, что это все на твое имя оформлено. Я спрашивал, там твоя подпись нужна будет. აბა ჩვენი შეხვედრის და გაცნობის იყოს. გაგვიმარჯოს. თვალაშორის 4 წლის წინ ჩავაყრევინე კახეთში ვენახი და აი წელს პირველი მოსავალიც მოვიწიე. რა გემრიელია ვაჟიკო? გამეხებდა თქვენი გამოჩენა ბატო. არა უშავს ხო? ბატოს რომ გიძახ. ბატო. მირთვი რა? ჟანას ზარმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა. რატო რა გითხარი ესეთი ვაჟიკო? ის რომ ესეთ მოუხელთებელ ხელოვანს დავჭირდი. კარგი საქმეზე გადავიდეთ. მოგეთ პირდაპირ გეტყვით რომ სამინისტროს წელს თავისუფალი ფინანსები აღარ აქვს. მაგრამ აგერ ჩვენი ლაშა კულტურის დიდი კომაგი შესაძლებლობების ფარგლებში გამონახავს თქვენთვის საჭირო თანხას, არა? ბოდიში $100,000-ზეა ლაპარაკი, ხო? $100,000 ვაჟიკო. რასეთ ყველაშა? მოვახერხებთ რამეს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში სულიერებას ასე ვთქვათ უჭირს. და ჩემი მთავარი პრიორიტეტი არჩევნებზე იქნება რა თქმა უნდა კულტურა. ლაშა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. სულ ახლახანს ერთი ადგილი გათავისუფლდა პარლამენტში. გაგებული გექნებათ ალბათ ის რაუდვალის ტრაგიკული ამბავი. ეგ არ გამახსენოთ. მაბობილ მოკლესო. მაგალითად ემაიძიეშვილი. მართლა საშინელება. მოკლედ ვატო. მოხდა.
ლაშას ხარდასაჭერი კლიპი უნდა გადავიღოთ. ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები მასზე კეთილ სიტყვას იტყვიან. ერთ-ერთი მათგანი თქვენც იქნებით. ერთი-ორი სიტყვა გექნებათ კამერის წინ სათქმელი. რა სახება, კარგი ხარია? რა უნდა მიხაროდეს? ფული ვიშოვეთ ადამიანო, ფული. ფული კარგია. მაგრამ რა მარა? ანუ ამ ვიღაცა ბექაურზე, რომელიც არ ვიცი ვინ არის. მთელი ქვეყნის გასაგონად უნდა ვთქვა, რომ ეგ გადაარჩეს ქვეყანას. და ამაში ფული უნდა მომცენ? ანუ მიყიდეს? ეგრე გამოდის, ხო? რამე მეშლება? უმადური კაცი ხარ შენ. უმადური რატო არა? მე სხვა რამეს ვიძახი, შენ არაფერ შუაში არ ახარ. მე არაფერ შუაში არ ვარ რა. ხო, თუმცა მე რა შუაში ვარ, ის ვაჟას დაესიზმრა, რომ ბატონიანს ფული ჭირდება და არიქა უნდა დავეხმაროთ, თორე მე რა შუაში ვარ. ჟანა. გიჟივით დარბი ვარო, ფული ვიშოვო და პროექტი მივიყვანო ბოლომდე. ხამები არ მძინავს, ყველაფერს ვაკეთებ. დამამშვიდებელს ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვიძინებ. ან ეს ვაჟა ვინა, რომ მე მაგას კუჩი ვდიო, ბეკრიჭო, ფულით ხო, რატო უნდა დავიმცირო დავი? ეხავე დაურეკავ და ვეტყვი, რომ უნიანმა გადაიფიქრა მეთქი. მაგაზე ადვილი არაფერი არაა. ეს სიტყვა სიტყვით ვეტყვი. ბოდიში ბატონო ვაჟა, მაგრამ უნიანი თქვის, რომ თქვენ და თქვენი ბექაურიც ხართ გარეწლები, რომ თქვენ ქვეყანას ვერ გადაარჩენთ და ამ ფარში უნიანი მონაწილეობას ვერ მიიღებს მეთქი. ხო ესე ვთქვა? ეს წინ დამატყნული ხო არა? ჟანა! ჟანა რა ჟანა! შენ დაგარწყავ ახლა. დაგეხმარო კუკლა. ღემშვიდობისა ბატონო ვახტანგ. ესე იგი, სწორად მოსულ ვარ. რაშია საქმე? ჩემი ვიზიტი სრულიად არაოფიციალურია და როგორ გითხრათ, ასე ვთქვათ, გაცნობით ხასიათს ატარებს. თუ რა თქმა უნდა თქვენ ნებას დამთავრდ. მოგძანდეთ. მადლობა. გაცრავად დიდ დროს ვერ დაგითმობთ. მესმის. დიდ დროს არც მე წაგართმევთ. ეს საჩიელება რო გადავაგდო. სანაგვეში. ვიბრძანდით. ერთი წუთი დაგტოვებთ.
და საინტერესო ნახატია ბატონო ვახტანგ. არა? გიყვართ მხატვრობა? ისმეთ. ეს დღეებია საღამოობით სახლში თქვენ ფილმებს უყურებ. და სამყარო დავინახე თქვენი. ძიმე და გამოუვალ. არ მომბობ რომ არ მომწონს. იქ სიყვარულით საკმარისად გაქვთ ჩადებული. მაგრამ მე სულ სხვა რამის თქმა მინდა. ის რაც მოუვიდა დებუტად დვალს იმ ეზოში. ამეტანი ორგანულია თქვენი ფილმების გმირებისთვის. აი ეს აგრესია, სისასტიკე, მუშტით რომ ცემს სახეში სისხლამდე. რა ქვია მაგ ფილმს? ამერთო ჩემო სან სებასტიანი. რა სიხარული იყო არა? შემგან რა გინდა? აქ რატომ მოხვედი? თქვენი კარგად ყოფნა ბატონო ვახტანგ. ერწმუნეთ. ისე ჩემი აქ მოსვლა არ გაგვირებიათ. ჩემაც ელმომეთ რომ ბიბიკონში ყოფილხართ, რაღაც უაზრო ეჭვებით. ეს ეჭვები კი არა, ვერსია ბატონო ვახტანგ. ყვალი, რომელსაც არავინ არ მიაქცია ყურადღება. ჩემ გარდა. ჩინებული. დეპუტატი დვალი არაორდინალური ადამიანი იყო. მაგრამ არსებობს კანონი ბატონო ვახტანგ, რომლის წინაშე ჩვენ ყველანი პასუხს ვაგებთ. გეთანხმებით. დვალმა თუ არ ვწდები იმაზე აგო პასუხი, რაც მაკალათეების ოჯახს გაუგეთა. შურის ძიებაზეა საუბარი. ტელევიზორს ალბათ უყურებთ. სად იყავით იმ საღამოს ბატონო ვახტანგ? 19 ოქტომბერს. გადაღება მქონდა, ან ბიბისთან ერთად. ბიბისთან. რა თქმა უნდა, ბიბისთან. ისე მინდა გითხრათ, რომ ჩინებული ბიჭი ყავთ. ჩინებული. გოგოებიც რა ბუზებივით ახვევიან. ბიბის სახელის ხსენება არ გაბედოთ, რომ აქვე დაგომარხო. ოქჩის. Twili. შოკოლადი წყალი. გბილი.
შაქარი გამივარდა. სასწრაფოს გამოგიძე. მან საჭირო მომეშვა უკვე. ბოდიშ გიხდით. ჩემი ხილი. ჩემი ხილი. 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 ჩემი ხილი. არგით, არაუშავს. არაუშავს. არგით. წავალ მე. წავალ. იყურე ახლა, კლეჩატი არ მინდა მეთქი, კადრში არ ვთქვიას ჯერ, ჰა? სადაგდია ის. თათია! მოსაწევად გავიდა მოვა ალბათ მალე. თათია! და მე ერთად არ უნდა გადაგიღოთ. თქვენ ხართ? შაკო არ თათებაძე. 12 საათზე ვიყავი დაბარებული. ეს კაცი უფრო ადრე მომბრძანდა ბატონო, დამტონა დაგველოდოთ ცოტა ხანი. ტექსტი ხო ისწავლეთ? არავის არ მოუწია. იდექი ახლა არ უნდა მიცე ტექსტი მითხარი, რა გჭირთ ხალხო? ამას კიდე ჩააცვით რამე მუქი და დავიწყო დროზე რა. თათია! რეკვიზიტს არ ჩავიცვა. როგორც მაცვია ეგრე გადამერა. რო არ მომწონს ეს თქვენი პერანგი, პატივცემულო. უბრალოა ნამეტანი, ჩვენ კიდე სერიოზული ხალხისთვის ვიღებთ ვიდეოს. არ გამოვა ეგ ამბავი. გაიჩა. დააყენე დროზე და დავიწყოთ, არ მაქვს ამდენი დრო. დროზე. კაი, მოვიმზადეთ. კამერა? არის კამერა. წავიდა. რა ხდება, ხო გამოყალებდი თქვენ. ვინ არის ეს იდიოტი? დარეკეთ რა ვიღაცამ პარტიის შტაბში, რა ხდება ხალხო? ყველა დაყალებული აქ უნდა მიგზავნონ ყოველ დღე? ჰა? ჟანა სად არის? ქალბატონი ჟანა არ არის. სად არის? წავიდა. გაიქცა ეს ვიდეო ნახა და მეტი სატანა აღარ შემიძლიაო. ბატო. გონი ვიპოვე. ვინ იპოვე? წამო ვინ გაჩვენა? ბატო რა სიტყვი? ბუდობს სამკალში ეშმაკი. ვინ არის?
გესანე პაპასკიერი სამსახიობო ფაკულტეტი მესამე კურსი. მარცხნივ. ნახე რა თოლები აქვს. შიშველი ემუშავებს. შიშველიც ემუშავებს. სცენარიც წაიკითხა. ყურე? შვენიერი ფაქტურაა ვატო. გამარჯობა. მე კესანე ვარ. სასიამოვნოა. კესანე მიყურე? ვატო ძმა აშაბექაუნა მოკითხვა გადმოგცა წამოაბა ერთი აქ გოლი გოლი მაგორივეთიც მოგაჭრი და გაგთხრი ტრაქში გაიგეშე ბოზო საღამომშვიდობის. ეხ, გაეთრე აქედან. გაეთრე, თორე პოლიციას გამოუძახებ და მე ვნახოთ ვინ გამოგათრევს იქიდან. მოდი ზიხდი ჟანა. გაეთრე ხა აქედან. არ გამომივიდა ის პოლიტ პერფორმანსი, ვერ ვქენი. სამაგეროდ Facebook-ზე გამომდეს და 1000-ზე მეტი ლაიქი მაქვს, მაგათ დედაც მოთხოვნა. ეხა დაუნახავი ხორი, გაეთრე ხა აქედან. დროზე მიტირა. გაეთრე ხა აქედან. გამშვიდი. გამიში ხელი. გიხდი მეთქი ხო? გაეთრე აქედან. ბოდის გიხდი ხო? დამშვიდი. გაყვეტები, დამშვიდი, ბოდის გიხდი. ნუ დამშვიდე. დამშვიდი. დამშვიდი. ხელი დამშვიდის. მე ტკინა. ველური ხარა. გაკიშდი. ერთი რაღაც მიტრიალებს თავში და მინდა რომ გაგიმშელო. ოღონდ არ გამიბრაზდე. მითხარი. არ გამიბრაზდე. მითხარი ხო? ბიბიკონს რო გამოართო ფული. ნუ დაელაპარაკო შენ ძილს. ან მამობილს. გვასესხან. მე გადავები. არ გიღადავები ბატო. მე მას ესხონ და ორ თვეში ჩავასესხებ. თუ ვერ მიტან შენი ცოლი. ეჭვიანობს ჩემზე. მინ მითხარი ეჭვიანობს ჩემზე. გაჩვენე. გთხოვ დაელაპარაკე და გამოართვი ფული. ფილმს სხვანაირად ვერ დავამთავრებთ. ფული გჭირდება. ჟანა.
თხო, დაელო. გიკბენ. გიკბენ. დაელო. ვაიმე დამილურჩდება, გაგიჟდი? ველორი. პატარა ტატუა ესანის მკერდზე. დაუფარეთ უკვე. რა ტატუ? დაუფარეთ უკვე და არ ჩანს. მითია ჩვენ. აი აქ მაქვს წითელი ყაყაჩო, მაგრამ აღარ ჩანს მქონი. შიშვილ ქალებს არ იკლებ როგორც ხედავ. პროფესია მაქვს ეგეთი. ინდოდა რა? ჩეჩეკი მანქანაში. გუშინ ბიბისთან ვიყავ. ბილეთები აუღიათ უკვე. რა ბილეთები? კორეის ვატო ჯანდაბის მოუსულელის. რომ მიდის, სად მიდის, გამაგებინე. მაიაც არაფერს არ ეუბნება, ის კი არა ბილეთების ფული მაგან მისცა. აი დამშვიდი შენ დავალაპარაკები მომბების. ვერ დამშვიდები. იცი რას მეუბნება? აღარ მინდა თქვენი ერთმანეთის ჭამას ბუყურო. არც ერთს არ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება. ეგოისტები ხართ. რატო მიდი ბავშვთან? მამა ხარ. შენს გარდა მაგას არავისი არ სჯერა. მე სახლიდან გამომაგდე. დავალაპარაკები მომბების. ის გამომძიებელი კაცოხებს კიდე. მე წავიღებ ბილეთს და გადავიკარგები აქედან. არ შემიძლია ასეთი არსებობა. ყველასი და ყველაფრის მეშინია. შენი მეშინი. რატო ჩვენ მზად ვარ? აი მე ჯესიკა მანუჩელი ვდგავარ წითელ ხალიჩაზე. გარშემო სულ ლამაზი და ცნობილი ხალხია. ის უსთარები. ეს სიმპათიური ბიჭი ვინ არის? ტატო, თბილისელი რეჟისორი. გამარჯობათ. გამარჯობა. სინიორ ტატო, როგორ მოგწონთ ვენეცია? ვენეცია ძალიან ლამაზი ქალაქია და სხვათა შორის ქალები ძალიან ლამაზები არიან. მოგცემ მე შენ ლამაზ ქალებს.
გავაგრძელოთ, რა ფილმი ჩამოიტანეთ ვენეციაში? მე ჩამოვიტანე ფილმი გოგლი მოგლი, ეროტეული სურათი, სადაც ძალიან ბევრი გოგლი მოგლის ჭამენ და ბევრი სექსი აქვს. გარშემო კიდევ ტომია. გინდა გავიკეთო გოგლი მოგლი? და გვერდში ჭკაც ავატანე. ამოვიტანე. ფული? გარიგამ გამომგზავნა. კანец ინტერვიუ. მალე წავიდა და წავიდა. მე წამოწევ ტახტზე და კვერცხს ველოდებოდა. მაგის მერე გული მერევა კვერცხს. მე მანქანების ხმა გავიგე. ვიღაცას მოსდევდნენ, სროლა ატყდა. როგორც ხდებოდა ყოველგვარ ვიღაცას კლავდნენ. და შენიანზე რო ვერ იფიქრებ. 2 წუთის წინ შენთან ერთად იყო ცოცხალზე ცოცხალი. დღეს გადავიღე ჯესიკას სიკვდილი. ზეგ უნდა ამოთხარო და გადაასვენ. უნდა ამოთხარო? მამა არის მაგის შემოსული გარეკა. ერევანში უნდა რომ გადაასვენოს. გადავავდო. ეზოში ჩავედი უკვე მკვდარია. თავში მოხდა ტყვია. მესამე დღეს ჩემგან გავასვენ. პანაშვიდზე ერთი მეზობელი შემოვიდა. ერთი. სუნი მაგის. შეიძლება? სახეზე რა გჭირს? იდე იჩხუბე? ირაზინავს? ხო. დამ. არ მითხრა რომ ეს წესრიგი ბებიაშენის დამყარებული არ არის. აუ, ჩემი და კირასი. უნდა ცოტა თინას დაგვეხმარა, რაღაც ფარდები ჩამოკიდა. ეს დივნები და სავარძელი მაიას იდეა იყო. მოიცი რა ტიპია. ეს არის შენი მანგა? ნუ, ეს ისე უბრალოდ ჩანახატებია. როგორ არის კირა? არა უშავს. და ლევ?
დაასხი. რაღაცა მინდა გითხრა რა. ისმენ. ოღონდ ჩვენში დარჩეს. არავისავით ხო, ოკეი? ოკეი. მოკლედ დაივიწყე კორეა. არსად აღარ მივდივართ. რატო? ორსულად დააკინა. მალე პაპუა იქნება. ვაფიცებ. ნუ გუშინ ექიმთან ვიყავით. თინა მიცის? არა, ჯერ არავინ არ იცის. შენ გითხარი პირველს. Surprise. კორეა მორჩი ხო? ეგრე გამოდის. ძალიანაც კაი. მე შინოდა რა შენი წასვლის. მოდი აქ. მორჩები გადაღებას. და წავიდეთ მე და შენ მარტო მთაში, გავშალოთ კარავი და დათვებს შევაჭმევინოთ თავი მოსულა? ნუ ნახოთ. კირას მარტო ხო არ დავტოვებ. მარტო რატომ მაია და თინა მიხედავენ? ნახოთ რა. დღეს რო აქ დავრჩა შეიძლება? დარჩი. დიუნზე დაწექი. მეც პრესპორტზე. ესე ნახე რა. მისმენ რაღაცა მინდა გითხრა. მისმენ. ის დეპუტატი თუ რაღაცა რო იყო. შენ მოკალი? მე რატომ უნდა მომეკლა? რას მეკითხები ვერ გავიგე? ნუ მინდა ვიცოდე რა. არა. ოკეი. დავწექი.
ხომ არ შეხედავდით? დაემშვიდობოთ, რა ვიცი. აგი ამოიღეთ და ჩაალაგეთ რა. Ватажан, я камень тоже заберу, хорошо? Вот, Зиагары, а вот камера. Бичево, вот это камень. Только осторожно. Эрти цветы. თქვენ აქ საიდან მოხდით? ჩემი მეუღლეა აქ დასაფლავებული. ცოტა ზემო. მოვდივარ ხო? Ватажан. Гарик Манукияни. Майор Удумадзе. Очень приятно. Майор в отставке. Помянем мою бедную дочку. Совсем молодая ушла. 19 лет. Ватажан. Спасибо. ოდიში რა. ერთი ხელის მომიწერეთ ბარემ ამ საბუთზე და ავისუფლები ხართ. აი აქ. გაიხარეთ. დიდი მადლობა. Майор ушел. Ватажан. Мне пора ехать. Баричана подсаводана. Ватажан. ეს თქვენი ღილი. თუ გახსოვთ. ჩემი ღილი. ახსოვს? როგორ არ მახსოვს? მადლობას მოგახსენებთ. ის აცტაუკარო დინდელი ამბავია. შაშანდელი. თქვენი ყველაზე დადგომა ჩემი ხუშტური იყო. ბებერი ხუშტური. შემთხვევის ადგილზეც საკუთარი ინიციატივით მივედი. ვერ მოვითმინე. მინდოდა მენახა როგორ მოკვდა. ეგ საქმე ჩემი პირადი ინტერესი იყო. კიდე ჟინი, კიდეც სინდისი.
ჯერა რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მე ვერ შევძელი თვალის დასჯა. არ მომწეს. აკალათიების ოჯახს კი უბრალოდ მომჩივანი აღარავინ დარჩა. ჯერ საქმე წამართვეს. მერე სამსახურიდანაც დამითხოვეს. მამა მაკალათიას გული გაუსკდა. შვილმა ციხეში თავი ჩამოიხრჩა. პატარა ბავშვი კი უპატრონოდ დაჩა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დეპუტატმა გარაჟის აშენება მოინდომა. და ეს ბავშვი? სერგო? ესეც მაკალათია. უმცროსი მაკალათიას შვილი. თავისებური ბავშვია, შეატყობდით. ხანდახან ჩემთან მომყავს ხოლმე. მატანე. მთელი ცხოვრება ყაჩაღებს, ნარკომანებს და ბანდიტებს დავდა. პენსიაზე თავისუფლება მივეცი რეჟისორს ავდევნებოდი. ცოტა თუ დაგაფრთხეთ, ეგ არაფერი, ხო? ესე იგი ჩვენი ამბავი მოთავებულია. პოლიცია თქვენ ყველაზე არ გამოსულა. მე კიდე იმაზე ღრმად ჩავიხედე ამ საქმეში, ვიდრე იმ ბეცებმა. და მივხვდი, რომ ციხის გარეშეც უკვე დასჯილი ხარ. ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, პატივცემულო, რომ სულ სხვა კაცი მოკალე. დეპუტატი დვალი მხოლოდ უნებლიე შუამავალი იყო თავის მეგობარსა და შენ ცოლს შორის. ბიბის დატოვება არ მინდა უმამოდ, თორე ბოლომდე გამოყვებოდი და დედას გიტირებდი. ციხეში ამოგალპობდი. ეხლა კი შეგიძლია წახვიდე და დაამთავრო ეგ შენი ფილმი. მაწყობი. შენის გააკეთე, რაც მე ვერ შევძელი. დავიწყე. ცელა 17 კადრი 2. გამოვიდა მანქანა. მანქანა. დაგავი. დაგავი, დაგავი. 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 თან. გადაღებული. ბატო, მოვჩით, 3 დუბლი ხო გეყოფა? კი. მეგობრებო, მომისმინეთ, ძალიან გთხოვთ. ეს სცენა გადაღებულია. მოვჩით. ჰა? ერთი წუთი. მოვალ. ბატონ, სათხარ, ბატონ. ჩემთან შეფერდ.
ბატო ყველგან გეცემ მოდი დაჭიქი ძალიან მაგარი ამბავი მაქვს შენთვის არ მომწოხა რაღაც რა გჭირში ფული ვიშოვე აღარ ვჩერდებით იტალიელები გამოვიდნენ ფულს წერან ველაპარაკი გაგიშებულები არიან მასალაზე პაპალარდო მატერიალე პერფექტო ერთ ოთხეში დაждდება ფული ანგარიშზე რა ის იქნება აგვიხდეს ვენეცია ბატო რა გჭირ შენ არ გიხარია ბატო სათხარ ჩვენ დადვარ ნუცა 1-2 წუთი და გამოუშვებ ეხლავე მოხდა რანო აი მიდი ადექი გალოდებიან და ნუ დადიხარ ესე გაგლახავებული ყველა შენ გიყურებს მიდი ადექი მიდი მოდის ბატონო ოტო თქვენ გეძებდით სასახლე მოვიტანე გამარჯობა რა კუბო მოვიტანე მე რა აქ ვარ დავდგავდი ეზოში მოვიტანე ხო ნახავთ წამო ბატონო აი ეს თქვენ და ბოდიში რო გალოდინეთ და ეს კიდევ 4 ფენისთვის არ მინდა მაგიტად